საღამოში და ვისა, დღეს არის 4 შაბათი, საღამოს 10 საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში თქვენ უყურებთ ანუკა ჟორჟოლიანი შოუს. ჩემი თაობის, დედების, ჩვენი ბებიების თაობებს მე დღეს აბსოლუტურ ნოსტალგიურ განწყობას შეგიქმნით. მithun ჩაკრაბარდი ნანუკა შოუში. სულ მაინტერესებდა, ესე მართლაც საყვავდით თუ არა ცხოვრებაში? კი, ჯერ კიდევ ცეკვავ. პრინციპში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ბოლივუდი და ქართული მხარე ერთად იღებს ფილმს. იცით, მუსიკას ინდურ კინოში გადამწყვეტი და ძალიან დიდი როლი უკავია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფილმს ამ მიმართულებით დიდი წარმატება ელოდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი აუდიო ალბომი აქვს, ძალიან კარგი სიმღერები აქვს და განსაკუთრებით ვიცი, რომ გაჰიტდება სიმღერა, რომელიც სპეციალურად საქართველოზე დაიწერა. როდესაც პირველად ჩამოვედი, არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვი რომ მე აქ დავბრუნდებოდი. არ ვიცი რამდენი ადამიანი დაბრუნდა აქ უკან, მაგრამ მე ვიცოდი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში და გადავიღებდი ფილმს. ამჯერად ჩვენ მუშაობთ ინდურ ქართულ პროექტზე, ქართულ სტუდიასთან ერთად. ჩვენი აღმასრულებელი პროდიუსერი გახლავთ Exual Production. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისათვის. ეს არის პირველი ქართული ინდური პროექტი, რომელიც არის დაკავშირებული ბოლივუდთან. ჩვენ ვართ Exual Production, რომელიც არის აღმასრულებელი პროდიუსერი ამ ფილმის და თანამშრომლებთ კომპანია JW Metros-თან, რომელიც არის კოპროდიუსერი. შესაბამისად ისინი უზრუნველყოფენ მთელ პროექტს ტექნიკით, შესაბამისად ტექნიკური ჯგუფით და ლოკაციებით, რომელიც არის საჭირო ამ ფილმის გადასაღებად. რეალურად ეს პროექტი იქნება, ასე ვთქვათ, პრეზენტაცია, შოუკეისი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ასე ვთქვათ, ნათლად დავანახოთ, თუ რაოდენ ლამაზი და კარგი ლოკაციები გააჩნია საქართველოს იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უფრო და უფრო მეტი პროდიუსერი, რეჟისორი და ცნობილი თუნდაც მსახიობები. აქ არის მხოლოდ ინდური ისტორია, თუ არის რაღაც შერწყმული ქართული ისტორიაც? რატომ აირჩიეთ საქართველო? არაჩვეულებრივი ბუნება გაქვთ თქვენს? თქვენთან ძვირი ფილმის გადაღება არ უნდა ღირდეს. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში გაგეკეთებინეთ ეს ყველაფერი? ფილმში მოქმედება ხდება საქართველოში. მთავარ როლს კი ინდოელი ვარსკვლავი ასრულებს. ფილმში ასევე ბევრი ცნობილი ინდოელი მსახიობი მონაწილეობს. ფილმში მილიონერი ბიჭი ჩამოდის საქართველოში ბიზნესის დასაწყებად. შემდეგ კი იზრუნდება ინდოეთში, რადგან უყვარდება გოგო, რომელიც ინდოელია და იქ ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ საქართველო ღმერთის ქვეყანაა, რადგან აქ ყველაფერი ულამაზესია. მე ვიქნები ერთადერთი, რომელიც ესეთ საქართველოს აჩვენებს დანარჩენ სამყაროს. როგორი მომხიბლავი ხალხიც არის, ისეთივე მშვენიერი ქვეყანა გაქვთ. ფილმს ჰქვია უბრალოდ სიყვარული. და მასში მონაწილეობას იღებს თქვენი შვილის. ქართველები ბოლივუდს და ზოგადად ინდოეთს უკავშირებენ მხოლოდ ერთ სახელს. ეს არის ჯიმი. ჯიმი, დისკოს მოცეკვავე, ანუ მამაჩემი. ის არის ცოცხალი ლეგენდა. რაც არ უნდა კომპლიმენტი ვთქვა მასზე, ეს არ იქნება საკმარისი. ის ვარსკვლავია. ლეგენდა, შესანიშნავი მამა და მეგობარი. ის ჩემთვის ყველაფერია და ამ ინტერვიუს მიზეზიც სწორედ ის არის. ძალიან მაინტერესებს, ბევრი ცეკვებია ინდური ამ ფილმში.
नहीं है तू लकड़ी का खंबा है ओ ताकी 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 रे जब से तू वाह वाह खेल शुरू हो गया मुझे रूपवती चाहिए इया इया ओ ფილმში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები, რომლებიც ასევე ცეკვავენ. ქართული ცეკვებიც. როგორ გონიათ, თქვენც ფიქრობთ, რომ თქვენი პოპულარობის მთავარი გამსაზღვრელი იყო დისკოს მოცეკვავე? ვერ გეტყვით, რადგან მე 375 ფილმის ასაკის ვარ. რა თქმა უნდა, დისკოს მოცეკვავე მსოფლიო კინოხიდია. მე მთელ მსოფლიოში მიცნობ. იციან, რომ მე ჯიმი ვარ დისკოს მოცეკვავედან. მიღებული მაქვს ასევე 3 ჯილდო, როგორც ინდოეთის საუკეთესო მსახიობს. ამიტომ მე ეს შედარების გაკეთება მიჭირს. თუმცა ვიტყვი, რომ დისკოს მოცეკვავე მსოფლიო პოპულარობა მომიტანა. თქვენ დროს როგორ იყო, რას ნიშნავდა, როდესაც პოპულარულები იყავით? დღეს ალბათ ბოლივუდის ვარსკვლავები დღევანდელი სტანდარტების მიხედვით არიან კლასიკური გაგებით პოპულარულები თანხა, მე ვგულისხმობ მათ შემოსავალს, მე ვგულისხმობ მათ მდგომარეობას. მაშინ ალბათ ესე არ იყო. ადრე შეიძლება ნაკლები ფული იყო კინოში. დღეს უფრო მეტი ფინანსებია. ფხალად ფულია სხვაობა. იმიტომ რომ დღეს მაგალითად ძალიან ბევრ ბოლივუდის მსახიობს ჰოლივუდშიც იღებენ, იწვევენ. ცნობილია თქვენი ძალიან ისეთი ლამაზმანი ქალბატონი, რომელმაც ბევრს ჰოლივუდელ მსახიობსაც კი აჯობა თავისი სილამაზით. დღეს უკვე ჰოლივუდი მიხვდა, რომ ბოლივუდს უფრო მეტი პოტენციალი აქვს ბიზნესის განვითარებისათვის. ამიტომ ჰოლივუდს უკვე სურვილი აქვს შეუერთდეს ბოლივუდს. ბევრი ბოლივუდელი ვარსკვლავი ჰოლივუდშია, მაგალითად აიშვარია რაი. ასევე სხვა ვარსკვლავები უერთდებიან ჰოლივუდს. ბოლივუდი დიდ ინდუსტრიულ ქვეყანად გადაიქცა. აი მაგალითად სიტყვაზე რამდენ სერიის გადაღება იყო ერთ დღეს შესაძლებელი ან რამდენ ფილმში შეგეძლოთ პარალელურად მონაწილეობის მიღება? 4 ფილმის გადაღებაში მიმიღია ერთდროულად მონაწილეობა. 4 გადაღება ერთ დღეში. დღეში 10-12 სცენაც კი გადამიღია. საათებს ვანაწილებდი 3-4 საათი თითო ფილმზე. დღემდე დღეში 16 საათი ვმუშაობ. მართლა იმიტომ დათანხმდით პირველ ინტერვიუს, რომ 2 დღე საჭმელი არ ქონდათ ნაჭამი და ამით არაჩვეულებრივი საშუალება იყო, რომ ისადილებდით ჟურნალისტთან. Actually, I had very bad days. I have seen really bad days. So ბევრი მძიმე დღე მაქვს გამოვლილი. ზოგჯერ მქონდა საჭმლის თანხა, ზოგჯერ არა. ზოგჯერ ჭერიც არ მქონია და ბაღშიც მძინებია. მიღებული მაქვს ჯილდო, რომელიც ინდოეთში ოსკარის თოლფასია. იმ დროს ფული მართლა არ მქონდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა ჟურნალისტი და მკითხა: "ეს თქვენ ხართ? მითხუნ ჩაკრაპორტი?" მე უპასუხე: "დიახ." "თქვენ მოიგეთ ინდოეთის საუკეთესო მსახიობის ჯილდო?" უპასუხე: "დიახ." მითხრა, რომ ჩემთან უნდოდა ინტერვიუ. უპასუხე: "ინტერვიუს მივცემდი თუ მაჭმევდა?" ყველაზე დიდი შემოსავალი რომელმა ფილმმა მოგცათ? როდის გავაკეთე ყველაზე მეტი ფული? ეხლა. თქვენი მზითვი არ ვიცი როგორ ითარგმნება, მაგრამ ამ ამბავმა მხოლოდ იმიტომ დამაინტერესებთ, რომ საინტერესო მზითვი მოყვათ თქვენს მეუღლეს. 7 ძაღლი. ამ დროსაც ძალიან გიჭირდათ თუთიყუში კაკადუ, კურდღლები, ცხენები. ეს ყველაფერი მართლაც ომო მოგიტანათ თავის სახლიდან? No. არა. Actually, პირველ წელს გულისხმობ. actually, she. No. არა. I think I'm. She. ისინი ჩემი შვილები არიან. მე მათ ძაღლებს არასოდეს უწოდებ. ისინი როგორც ჩემი შვილები ისე არიან. ამჯერად 56 შვილი მყავს. 400-მდე ჩიტი. ჩემი სახლი პატარა ზოოპარკებით გამოიყურება. და მთელი ეს თქვენი ფული, რაც ასე შრომით იწვალეთ და იღვაწეთ და გიშოვეთ, ეხა ხარჯავთ რო აჭამოთ ამ ფრინველებს და ცხოველებს. ჩემს ფულს რა თქმა უნდა ჩემ შვილებზე ვხარჯავ. ისინი ჩემი შვილები არიან და რა თქმა უნდა სხვებსაც ვეხმარები. რითი ერთობით, თავისუფალ დროს რაში ხარჯავთ?
აი როგორია თქვენი, როგორც აი ვარსკვლავის ცხოვრება ინდოეთში? My day starts. ჩემი დღე გაწერილი გეგმებით იწყება. მაქვს ბევრი მცენარეები. დილით ვიღვიძებ, დავხედავ როგორ არიან. შემდეგ ვაჭმევ ჩემს ჩიტებს, ასევე მყავს კაკადოები, მაკაოები. ისინი ჩემი ხელიდან ჭამენ საჭმელს. ვეთამაშებით ჩემს ბავშვებს. შემდეგ ვიწყებ საჭმლის კეთებას. ეს ჩემი ჰობია და დღეც გადის. და პოლიტიკა? Well, I am Politica? a member of parliament. პარლამენტის წევრი. მაგიტომ ვკითხულობ. No, I'm not ასე in the პირდაპირ direct პოლიტიკაში politics, ჩართული but I არ was ვარ. elected in the არჩეული ვიყავი ლორდთა პალატაში აღმოსავლეთ ინდოეთიდან, მაგრამ აქტიური პოლიტიკოსი არ ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს პარტია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. სულ ეს არის. of course. ჩემს მაყურებლებს შორის ახლა არიან ძალიან ბევრი ისეთები, ვისაც თქვენი დანახვა აუცილებლად გაახსენებს ბავშვობის ან ახალგაზრდობის წლებს. აუცილებლად. და ალბათ აღებულ ბილეთს კინოში წასულები. Jimmy, Jimmy, acha, 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 Jimmy, Jimmy, acha, 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 acha re mere sath, ye jagi jagi raat, pukare tujhe sun, sunna de wohi dhun, Jimmy, Jimmy, acha, 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 Jimmy. I would say ყველა იმ ადამიანს, ვინც მე მიცნობს და ჩემი ფილმები აქვს ნანახი ვეთყოდი. my movies they მე აქ ვარ იმიტომ, რომ თქვენ I გიყვაროთ. said because you love me. გააგრძელეთ ჩემი სიყვარული. სულ მაინტერესებდა თქვენ ეს რომ ცეკვავდით ყველა მსახიობები ინდურ ფილმში. ყველას უნდა გწოდნოდათ ეს ცეკვა და სიმღერა? No, not სიმღერა not არა, to მაგრამ sing, ცეკვა აუცილებელი იყო. but dance yes. ანუ აუცილებელია რომ ინდოელმა მსახიობმა იცოდეს ცეკვა. Indian actor has to ინდოელმა dance მსახიობმა because ცეკვა უნდა იცოდეს, რადგან our ჩვენი film ფილმები is based მუსიკალურია. on music. გეთანხმებით. ეს რთულია, ხო? Yes, რა very თქმა უნდა, difficult. ძალიან რთულია. გარდა იმისა, რომ სტუდია მოვაწყოთ, გარდა იმისა, რომ არ ვიცი, ფარშევანგი არ გვეკონტაქტება, მაგრამ შევეცადეთ, რომ თქვენთვის ინდური გარემო შეგვექნა ესეთი გარემო თქვენთვის შინაურული. ვერ გავაშლევინეთ ფთა ფარშევანგს. ასევე ჩვენ ვთხოვეთ ადამიანებს, რომ ეცეკვათ ჩვენთვის აბსოლუტურად გვინდოდა, რომ ესეთი თქვენთვის შინაურული გარემო შეგვექნა და ეხა შეაფასეთ აბა. इसका मतलब ये है मोर जब आधी रात को बोलता है तो मेरे दिल में कटार सी लगती है मोरनी बाबा माँ बोले आधी रात माँ मोरनी बाबा माँ बोले आधी रात माँ छनन छन चूड़ियाँ छनन छन चूड़ियाँ खनक गई देख साहिबा चूड़ियाँ खनक गई मोरनी बाबा माँ बोले आधी रात See, when she was dancing როდესაც with ის her ცეკვავს, face, თავის სახის what she მიმიკით, wants to say, თითების what მოძრაობით she რაღაცას says, გეუბნება. with the dancing, ყველა the მოძრაობას postures, თავისი მნიშვნელობა everything აქვს. has a როდესაც ის ცეკვავს და მღერის, she's dancing, ყველა მოძრაობა she's ერთმანეთს singing, მნიშვნელობით and every ემთხვევა. singing words ამიტომ ცეკვა ძალიან is very მნიშვნელოვანია. important for us. მე წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ იმ საქმეში, რასაც საქართველოში აკეთებთ, რასაც მის ქვეყნის გარეთ გააკეთებთ. წარმატებას უსურვებ იმ კომპანიას, რომელთანაც თქვენ სწორი კომპანია გიპოვებთ და სწორი ადამიანები, მინდა გითხრათ გულწრფელად. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი პარტნიორები გყავთ, რომ აუცილებლად ეს საქმე კარგი გამოვა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მომბრძანებისთვის. უღრმესი მადლობა. And I also thank you. მეც ასევე მადლობას გიხდით თქვენ აუდიტორიას. მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა საქართველოს მთავრობას და ჩემს პარტნიორებს. And thank you my partners. და ბოლოს ტრადიციულად მე გთხოვთ თქვენ selves. Thank you. Thank you. Thank you so much. Thank you much.